Salam მეგობრებო. მოგეთ დღეს არის ნადირობა კაცებელზე. სამწუხაროდ წინა ვიდეოს დადება ტექნიკური ხარჯების გამო ცოტა გაჭიანურდა და მაგის შემდეგ დადების შემდეგ ძალიან მალე დაიგეგმა ნადირობა, ამიტომ ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც გამოხატეთ გამოხშირის ნადირობაში მონაწილეობის სურვილი. რამდენიმე კლუბის წევრები მიიღებენ მონაწილეობას ამ ნადირობაში, როგორც ჩემთვის არის ცნობილი. ასევე ადგილობრივი მონადირეები და ასევე ის ხალხი, ვინც ამ დაკვების გაშვებაში ვიყავით ჩართული. ეს ნადირობა არის, რა თქმა უნდა, ერთადერთი, ეს პირველი ნადირობაა და ამის შემდეგ კიდევ ჩატარდება რამდენიმე გამოსახშირი ნადირობა. ამიტომ ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც გამოხატეთ სურვილი და შემდეგ ნადირობისთვის აუცილებლად შეგეხმაროთ. ახლა დავუყურებთ ბიჭებს და დავიწყებთ შემდეგ ნადირობას. ველოდებით კიდევ რამდენიმე მონადირეს და ავგეგმავთ ნადირობას, იქნება ჩეკრება და ამის მერე უკვე გამონაცემდებით ნომრებში გაკეთების სარეკი და ნავს იმედი მაქვს, რომ წარმატებული ნადირობა გამოგვიყვება. დანიშნულები თავისი მიზნით, თავისი ყველაფრით. ამიტომაც შეკრებილი და მინდა რომ დღეს ჩავატაროთ კლასიკური ნადირობა და საერთოდ ეს აქცია კიდევ რაც არის და რაც არის ჩამართული ჩვენში. მიხარია რომ ამდენი ხალხი შევიკრიბეთ, ორი კვირები მეტი ალბათ, არა? ჩვენ ვაპირებთ აქ გარეული ფრინველების შემოყვანას და მოიყვანოთ უკვე ეს არის კაკაბი და გნოლი. მინდა ადგილობრივ მოსახლეობას დიდი მადლობა უთხრა მხარდაჭერით და ბატონ ჩვენ გოგას რომ გულით სულით წამოხვენ ამ აქციაზე. ეს არის ჩვენზე დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით შემდგომში, როგორ მოუვლით, რომ და უნდა მოგვწეს ის ქაოსური ნადირობა, რაც ადრე იყო, თუ გინდა შევინარჩუნოთ რამე. იზრდება მოთხოვნილება, იზრდება ხარისხი მონადირეობის და ამას უნდა მივაყოლოთ ჩვენ სხვა რაღაცეებიც, რომ გამართულად ვიაროთ. მე მიხარია რომ დღეს აქ გარემოს დაცვის ეკიპაჟია მოსული, დაესწრებიან დღევანდელ ნადირობას და შემდგომში მოინიშნა რომ ნამადრისო ხარში დაგვიდგენ ჩვენ ხალხს. დღეს ახლა საზღვრები გახსნილია და ძალიან ბევრი ადამიანი დადის უცხოეთში და ხედავს რა ხდება იქ. აუარებელი მე არ ვიცი 20 რამდენი ამბობთ გერმანიას მარტო შველი და ირები ვერ წარმოიდგენთ რა და ღორზე ხო საუბარი არ არის. ესე იგი ისინი რაღაცა წესს იცავენ რომ ამდენი არის. ესე უნდა გავაკეთოთ ჩვენს. ესეთი ადგილები იშვიათი არის გეუბნებით ყველგან რა. საუკეთესო არის. აქ დაში ჩვენ შეგვიძლია უცხოელები ჩამოვიყვანოთ ძაღლების საგეშად, სანადიროდ. ეს არის პოპულარიზაცია ჩვენი ქვეყნის. ვანახოთ ჩვენი სტუმართმოყვარეობა, ვანახოთ ჩვენი კულტურა ნადირობის. თუ იმეს ქონდა ნადირობის კულტურა, ქონდა ქართველ კაცს. რამდენი სიძველეებია. წარმოგიდგენია თქვენ სადა ვართ? 60 არის ეს ადგილი. მე თვითონ ნაბოძები. გამოვიღენოთ სწორად. აქ მამყარა ჩვენი კაცური კაცი გორგოზე და მიხარია რომ აქტიურად ნადირობს. არა იმიტომ რომ რაღაცა მოიყვანოს, არამედ დაიხარჯოს, იაროს, წამოიყვანოს ბავშვები, ახალგაზრდები. აი ეს არის ჩვენი ურთიერთობა. შემდგომში გოგას კიდევ ჯერ მე და მას მადლობა უთხრა და შემდგომში შევიკრიბოთ. აი ახლა ვართ ხალხი კიდევ, მოვინიშნოთ კიდევ ერთი ლოკაცია, მომიწევს ერთი 1000-2000 ფრის ჩამოყვანა. ფრინველებს რამხელა საქმე არის. შევარჩიოთ კიდევ ერთი ლოკაცია, რომ მარტო ეს ტვირთი არ დააწვეს გოგას და გავაკეთოთ ესეთი მოლიერი. ახლა ერთი კაცისთვის ძნელია და ორი კაცისთვის, მაგრამ თუ კოლექტივი მოინდომებთ, არა ორი კაპიტი დაიხარჯება. ერჯერაც რომ ჩამოხვიდი, არ ღირს რაღაცა 1-2 დღე აქ ისრო იცი რომ სიკეთეს აკეთებ, არა? აი ამაზე მივყვეთ და ეს რეგიონი არ ჩამოვარდება კახეთს. ჩავკეთეთ გამოხშირვის სტაციონარს. ინტენსიურად ლიცენზია აღებული არის და დავიწყებთ ნადირობას. დღეს რასაც შეძლებ.
რასაც შევძლებთ, არა? შემდგომში ბიჭები, ვისაც სურვილი ექნება, დაუკავშირდით ერთმანეთს, ამოდით, ძაღლებსაც დაგეშავთ, კაი დევნა იქნება, გაერთობით კიდევაც ძალიან დიდი საქმე არის. იმიტომ იმას ხო ჭამაუნა ამ კაცებს, არა? ეს ჩვენი ფრინველები ჯერ არ არიან ისეთები ყოჩაღები, რომ თქვა ესე იოლად დაემალოთ, არა? ამას ფერეკავთ საშიდას და დამწყობ, რასაც მეც ამოვიწყებთ ჯობია. ეს ნადირობას გავაკეთებთ ერთ სარეკს. მოვიაროთ, რაც იქნება, გავიღებთ, შემდეგ გავაკეთებთ გაშვებას ამ ფრინველებისაც ერთად კოლექტიურად. ამაზე დიდი საქმე არ არსებობს რა. ეს უნდა გავიდეს, იცოდნენ ყველამ, როგორ კეთება, რატომ კეთება. მეზობელმაც, იმანაც, ამანაც, სხვა მონადირემაც, რომ ყველა გახდეს ბუნების დამცველი. და 3 წლის შემდეგ გამოიყოფა კვოტები აქა, დავიდებით, მოვილაპარაკებთ, რა რაოდენობა, როგორ, ზომიერად, ვინადი რომ არა ისე რომ ახლა მომინდა მე და აბა დავაი და დავსვედა მივედი და 20 წალი კატაბი მომყალი ხუთმეტი გნოლი და რაღაცა სისულელეები და ეს უნდა მოგდეს რა. რა ვიცი, გილოცავ ზოვანდებდეს თუ ყველას. ეხლა მინდა რომ ჩვენ ყველანი უკვე ისეთი მონადირეები ვართ, რომ ჟურნალი გვაქვს გოგა. პირველში არის როცა ნადირობას ვიტყვით ნებისმიერ ნადირობის დროს უსაფრთხოება დასაცავი რა. არავის არ ესწავლება არაფერი, მაგრამ უჩვეჩი ვინც არ უნდა იყოს თუ გინდა ჩამოფრინდეს რა ვიცი მინლი და აუცილებლად გადიან ამერას. ჩაგვიტარეთ მოკლე ინსტრუქტაჟი. მოკლედ იარაღში ვაზნები არ იქნება სანამ ნომერში არ დავდებით. ნომერშიდაც გადახსნის მდგომარეობაში გვიქნება თოლები. დაიწყება დევნა, ვაქცევთ ყურადღებასთან და მხოლოდ ვატყობთ რომ ნადირი ჩვენსკენ მოდის, შეგვიძლია შევმართოთ და განსაკუთრებით ყველა ნომერი ახლო-მახლოს 2-3 ნომერი გვეცოდინება სადაც რომ იქითკენ თოფი არ გავარდეს. ეს ვით წინ, ეს ვით უკან. და აი ესეთი კუთხით. 45 გრადუსი. ეს არის წესი. ყველამ იცით ეს, მაგრამ იცოდეთ რომ ჩვენ მოვაწერეთ ამას ახლა უკვე ხელი და შევთანხმდით ამაში. და ეხლა დაგეგმეთ თქვენ გენერალ რა ვქნა, ვინსა დადგება, სარეკი საიდან დაიწყება, ნომერი სად უნდა დაიკეთოს. ადგილობრივად მოგვით. ხო. მინდა გვაქვს. აი ეს კეთი დაიკეთება თუ ბოლომდე. და გარემოს პიჭამა რო გაუყონოს. და აი აქედან ეს გზა რაც ჩამოდის აი აქედან გზა რომ ებრებმა რომ გზა დავკეთოთ. კი ბატონო, იქ მანქანით უნდა ჩახვიდეს მაინც, იმიტომ ცოტა შორია, ეს ნელა-ნელა ეხლა მანქანები დაარიგეთ. აქედანაც იქ მანქანა ვერადის და იქ ფეხითავად ვინც ცოტა ოჩაღად დადის და სარეკიდან გამოყვება, სარეკს მივცეთ ნიშანს რომ დავიწყოთ. хорошо, აბა დავიწყეთ მაშინ. იარაღები გამართეთ ბიჭებო. კი ბატონო. მოკლედ ახლა გავნაწილდით მიზაღლები, მოასაღლები. ოთი წამო. და დავდგებით, დავიწყებთ ნადირობას. იმედია ყველაფერი წარმატებით ჩაივლის და თან შედეგი აიღეთ. მოკლედ ახლა მიდის ნომრების დაყენება. ნომრების დაყენება მიდის და ახლა მე და ამ ნადირობის ყველაზე უხუცესი წევრი ვართ. მანქანით ავალთ და დავდგებით მოკლედ. ავანაწილოთ ყველა მონაწილეს ნომერში და შემდეგ უკვე სარგის დაიწყება. იმედია წარმატებული და მშვიდობიანი ნადირობა გამოვიდა. ანდა დიქტე უოპრა გამოყვება და ენდა დიქითმადე. თქვენ რამდენი? ჩვენ და უოპრა. დანარჩენები უკვე მოწვა. შევიჭო შენობით ველაპარაკე თქვენ 15 კი რამდენი კაც. იო, დანარჩენებს ერთ კაც აქ ქვედა ვაყენებ. მანქანიკა, პარაულოს. ჯაგია ძალიან ცუდი. როგორ? აქეთ იქით ხარეს არა, აქედან უნდა. ხო, აქეთ ვერაფერს ვერ დავინახავ. აი, აქეთ ხარეს თუ გამოჩნდა. თქვენ ტოპიკ გაგთხო? თუ სულ კარაბინი? აქ სულ ყველა სტოფები აქვს. ყველა ტოპიკ. დაიცადე ახლა ნახე რა მაინტერესებს. იქ რო დგას თემური და თქვა თქვით გავდოთ. სავარაუდოდ აქედან და ანუ ძაღლებით იქიდანაც თავისუფლად შეიძლება თუ გაუძვრა იქით. აქ ხა ძაღლები რო არევენ, არევენ, ახალობას ხო. ყველა აი, მხრიდან. სადღა იშმაგუნებს კაცი. ერთი მელა უკვე გამოპარული წამოვიდა, თოფიც გავარდა და არ ვიცი რა ქნის. რომოთ.
კარგი, მოკლედ მაშინ მე წავედი თემურის იქ. კენდა ვატახვალთ იქ. იგოტო. გოგა, დავაი ზაღლები წავედი. გადმოვხდათ და წავედი მენდა. ენი იმედი მაქვს როგორ წავედი. წარმატებები. დავაი. ლიტე. მიხარ. ვიცი. იქიდან ეს მოვიდა აქედან მე შემოვშ. ნახევარმთვარის ვაყუი სერიოზული ამბები უნდა ტრიალდეს. ამბავია ნახევარმთვარე თან იქიდან ჩვენ გავართ ჩენგები, შო? მე და გოგა დავлетავ, წავიდეთ ხო? მაური, დიდი ადგილია. სამი კაცი უჩი. აი აქ უნდა გაჩერდეს ერთი. აი ცოტა შეგიძლიათ შედის ბატონო. აი, შეიძლება შეგიძლიათ უფრო დაინახოს. დაუ შეარჩიეთ კეთილი. მიდი ბაბუ. აბა წარმატებები. აქ დავაყენოთ. შენ სახელი ძმაო? გურამ. აი აქ შეგიძლიათ შედი, აი აქ შეგიძლიათ რომ შეყოლა, აი დიდი ნაძვი ვითვრდა ხო? ხო. აი მაგ ადგილზე მოძებნე ისეთი ადგილი რომ კარგად ხედავდეთ. და საით ვაკონტროლო უფრო. იქ დახარე. დახარე, იმიტომ რომ შენ აქედან ახლა თუ ძაღლმა რაღაცა კრუგი არ გააკეთა, ისე ნადირი არ მოგვივა რა და დანარჩენი გამოპარული თუ რამე იქნება, ყველაფერი იქ უნდა მოვიდა. აი იქითაც მე შეარჩი ადგილი ბოლო ნომერი ხარ შერავი როგორც გინდა ისე იმას ქენი რა და ჩვენ სარიქში. ამის იქით არავინ არ იქ. დაბლა ხარ ეს რავი, ამდენი გინდა გაიქეცი თქვა ძაღლის ყეფა წავიდა რაღაცა. ჩვენ როგორ მივდივართ უჩი? ჩვენ აი მანძიდან შემოვიდა, აი აქეთ ეს. და ესე გავყვებით ნომრებს, ხო? აქვეა მანქანები და. აბა კითხება ის უჩას. ფერდასკენ ცოტა ხო არ შევიწიო შიგნით, აქ ხო არავინ არ ადგას და აქედან შორია ჩემგან ფერდა, მაგრამ გახსნილია, აი ფთიატრივით უყურე ყველაფერზე. გადახედ თუ ეგრე კარგად ჩანს დაინახო ბო. ჯიგარი ხარ, მადლობა. აი მიდი აი ბოლო კაცს დავაყენეთ და დავიწყებთ ჩვენც აქედან სარიქს და გაგებინებ რომ დაიწყება მოკლედ. ნაშო, კაი, ჩემს კომად გურამეძად, კაი. მოგეთ ბოლო კაცს დავაყენეთ და მე დაუჩა მივდივართ აქეთან მეორე მხრიდან გამოვუშვებთ ძაღლებს და სარიქს აქედან გამოვყვებით. ნახოთ. ნახევარწრი დაიკედა და იმედია წარმატებული იქნება. თუ რა არის ამ ტერიტორიაზე და იმედია ძაღლები იპოვენ. კი ბაბუ, დაიწყო. გურგაი ყველა. ნაჩო, დაიწყო სარიგი. მოგეთ ახლა მოვყვებით სარიქს და რამდენიმე გასწრული ხმა იყო. უბრალოდ არ ვიცი რა. რო იქით ფერდიდან მოდიოდა. ახლა ხან ველოდებით ძაღლებს. ო, ჩემ ყვალი აიღონ და გავაგზავნებთ ერთ-ერთ წუთი გავჩერდით. ბიჭო, აიყვანეთ ერთი ცალი, ახლა გავიგე რაღაც საუბარი. ერთი ცალი აიყვანეს გადმოსცეს ახლა. შვენიერი ამბავი. ეს ერთ და სხვა მრავალი. მოგეთ რაციაში გადმოგცეს. ერთი ნამდვილად აიყვანეს ბიჭებმა და მოგეთ უფრო შემართებით ვაგრძელებთ სარიქს. სამი კისხვაის ვისაკ არ ძაბლებს რა ხდება.
აუ მესმის მე ფერდას მოვიფარეთ არ შეიძლება ხმარ შემოდის აუ ყვირილი არ გესმის ჩვენი ოი ხაგავი კი ხეს სტატაკითა ფერდას სიმაღლეზე ავიდე შემოძანებული ჩვენი აი მიყავთ სამი და რაც მოყვა გაგდა სარი მაშინ ადის ზემოთ და სადაც ვედი კაცი და უგლიკოს შუა დაიკავეთ ცარილის ზონაში. გაგდა შენ სარი მე არ ვიქი ამ შენ დავიწყავ კაცო ბარაკო. ო ბაბუ გონგლიკო კენგის სპორასაც იძახს პურა. გეუნე ბლეკი გესმის. კი გავიგე ბაბუ. გადავიწიო დავიდასტურეთ და დავიწყე. გოგლიკოსა და კვენასა და დერუშა შორის რა ხოდა ის სიცარიელი შევაწუხორჯობიო. კი ბატონო თუ სიცარიელია შევავსოთ თუ არის მაგის საშუალება. მოვადა თემური გადავიდნენ უკან ქედებს. აჰა გასაგებია ხო. კაი მაშინ თუ ეგ ადგილი სარიელი დარჩა შევავსოთ მაშინ და ეგ არის. გაიგე ხო მიდი დაიძარი. ბიჭო вообще არის ყეფა თუ რა ხდება? ავია ზაღლებია მელად ვნახე ვაჭი კონდა კარგი ხო ანუ თუ ასე არ დასწრებენ ანუ ეხლა რა შენ ესე შე აკეთ აი ამიაში ხო რა ეს არის ჩაგნასება ო მე აი ისე ვაკეთ გადავყვია აუ თუ გინდა შენ ესე გადაყევი მე იქიდან გადავყვია ბიჭო აკეთ ხევში უნდა ჩავიდე მაშინ იმიტომ რომ ის არის ძალიან გაუვალე ძლივ ჩავიდე вообще ყეფა არის უბრალოდ Pleasure. Runde ვიქანა. ხარის ჩაუყრეთ და რავიც. ჯეჯებთ რაც ვიცი ერთი ცალი მომენაძეთ რაღაცა დიდად ყეფა არის ის რა. რა გასაკვირია რატო. არ ვიცი ახლა მოვერი მუშაობს თუ რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ რაღაცა ვერ არის. ისე როგორც უნდა იყოს. აი ესე გამოვიდა. მოვჩით სარეკს. გამოვებია. დაიძვნენ. მეც ხა ავდივარ. ისე შევიკრიბებით. ნახავთ. რამე სხვას მოვიფიქრეთ. აქ ფაქტია რომ რაღაც დიდად ზაღლი მოვერი მუშაობს კარგად რა. ნახოთ რა იქნება. მაგრამ ერთი ტურა ნამდვილად მონადირებულია რაც აი აქეთან ნომრებიდან ვიცი. სხვა მარაკეს არ ვიცი. მაგრამ სულ ტყუილა არ ჩაულია მოკლედ ამ ნადირობას. აი ზედა მხრიდან უნდა წამოყოლო და ვინმე. აქ კარგად ქონდა გადაკეთებული ფიტკამი. ხო, იქ არა უნდა წამოსულიყო. ზევიდან უნდა წამოსულიყო ვინმე. ნაწილი ქვევიდან ახლა დიდი ზაღლი უნდა გაყოფილიყო და სუყოლა და ზაღლები ჩათვალე რო არა სუსტი ზაღლებია. უნდა ხმაური ეს არის ყუები უნდა წამოიღო მაშინ ბევრი. ცარიელი ხო? ხო, აღარ დაგიწყები კითხვას. ნახეთმა როგორია. აი ამასაც, აი ხო. მე ღია მაქვს სიკეტება და ბერდო შეიკრიბეთ ბერდო თუ რა შევიდა. ასე გა? მე ღია მაქვს. ბაბუ. ხო. ძალიან თბილად გაწვი. მე სუსული. ეს უნდა გავაკეთო ესა ზმენიკი. რა უნდა ჩვენ დავამთავროთ ეს? არა, რა უნდა დავამთავროთ? თემ 30 კაცი ვართ რა. არა, ეს ნადირობა სხვაგან მოვაწყოთ რა რამე.
არა. ერთი არის ლახა. მაშინ ეხლა ჩვენ აქ უნდა დავდგეთ და გადავყიდოთ. ბევრია, კი. მოკლედ. ჩამოვიდეთ ახლა. დაბლა და დასრულდა ჩვენი ნადირობის მხარე. ორი ტურა აგერ რაც ახლოს მოვინადირეთ. აი იქ არიან. და ახლა იდის რაღაც პატარა სამზადი დისი. გავამზადებთ პატარა სუფრა იქნება. გავუშვებთ კაკბების დაგნოლის რაღაც ნაწილს და ხო, მოგეთ ორივე სარიქში მივიღე მე მონაწილეობა და საკმაოდ დავიღალე. და ცოტას დავისვენებ ხა და დანარჩენს უკვე შემოგთავაზებთ რა და როგორ იქნება. ეს უმცროსი ჩემი მეორე ნადირობაა. ეს ჩვენი მონადირებული ტურები. იკასო. მოკლედ აი მოვიდა დრო ამ კაკბების გაშვებისას და სულ მალე გავუშვებთ ბუნებაში. ეს ჩატარდა ნადირობა, მაგრამ ეს არ არის ერთჯერადი. კიდევ რამდენიმე ტურის ლიმიტი გვაქვს, ამიტომ რამდენიმე ნადირობა კიდე ჩატარდება. ბიჭო, რა მაგრად აიწია, ალბათ. კი. ხავიდეოდი რომ ხანახები არა. გამოვიდა, ნახე, მოვიდა. ხა მოვიდა. მაგიზე მოვიდა. მაგიზე.